გამარჯობა, დღეს ჩვენი ყოველკვირეული მიმოხილვის მეოთხე ეპიზოდს უყურებთ, რა ხდება მსოფლიოში. პირველ რიგში გეტყვით, რომ გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ და დაგვაშიარეთ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. წინა კვირა საკმაოდ დატვირთული იყო, ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა. რუსეთი, ამერიკა, უკრაინის, ასე ვთქვათ, მოლაპარაკებები ისევ. ევროპაში მიმდინარე ამბები, ამერიკის შიდა ამბები, შევეხებით ასევე პალესტინას. თავიდან ალბათ მნიშვნელოვანია აღნიშნოთ ის, რომ ტრამპსა და პუტინს შორის შაუმაკატამ გაიგო. ხო, დაიძაბა ცოტა სიტუაცია და ამაზე რო ვთქვათ, ერთი-ორი სიტყვა, როგორც ტრამპი ამბობს, მას ძალიან უყვარს პუტინი, თუმცა ეხლა ძალიან გაწილებულია მისი პოლიტიკით და მისი ქცევებით. შენ თქვი, რომ რუსეთ-უკრაინა ამერიკის მოლაპარაკებებიო და აი პრინციპში ალბათ ამ ბოლო დროს უფრო ცხადი ხდება, რომ მოლაპარაკებები ცოტა ხმამაღალი ნათქვამია. ამ შავ ზღვაში თავდაუსხმელობაზე არანაირი დოკუმენტი არ არსებობს, ან ძალაში არ შესულა. გასაგებია, რომ თანხმობა გამოთქვა ორივე მხარემ, მაგრამ რეალიზებული არ არის ეს თანხმობა. და რაც შეეხება ენერგოობიექტებზე თავდაუსხმელობას, შეთანხმებაც დაირღვა. მე მაქვს ამოწერილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი რიაბკოვის განცხადება და ეს განცხადება ნათლად და ცხადად აღწერს იმ ვითარებას, რაც სინამდვილეშია და მოკლედ დაუფარავად იძახის ეს კაცი, რომ უკრაინის შესახებ ამერიკელების შემოთავაზებულ მოდელებს სერიოზულად განვიხილავთ, მაგრამ არ შეგვიძლია ეს ყველაფერი მივიღოთ ისე, როგორც ახლა არის. ჩვენ ხედავთ დღეს მათ შორის კონფლიქტის ძირეულ მიზეზებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარების საკითხი არ არის და საერთოდ არ არსებობს და ეს უნდა გადაილახოს. რას იძახის რუსული მხარე და რიაბკოვი უბრალოდ მოლაპარაკე თავია და სხვა მეტი არაფერი, რომ გასაგებია ეს მზავისკენ მოწოდებები და 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ის ძირეული გამომწვევი მიზეზები კონფლიქტის, ამაზე იყოს აპელირება, ამაზე იყოს ხაზგასმა და სხვა დანარჩენი მეორე ხარისხოვანი. აი, მეორე მხრივ 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტა რომც იყოს, მე ამას რა უნდა მოყვეს. ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება რუსეთისთვის უფრო მომგებიანიც იყოს რაღაცა ძალების მოკრების და შეიძლება რუსეთისთვის უფრო წამგებიანი არის ის, რომ ენერგოობიექტებზე თავდაუსხმელობის შეთანხმება არ გამოვიდეს, იმიტომ რომ დიდი ზარალი მიაყენა უკრაინამ და ეს წინა მიმოხილვებშიც თქვით, მაგრამ რუსები არიან ცალსახად იმ პოზიციაზე, რომ ეს ზავები არაფრის მომტანი არ არის, თუ კი ხაზი არ გაესმება იმას კონფლიქტი რატომაც დაიწყო. და აი კონფლიქტი რატომაც დაიწყო, ამას ალბათ კარგად ხსნის პუტინის ინტერვიუ, რომელშიც ის ვითომ საერთაშორისო თანამეგობრობას თუ საზოგადოებას თავაზობს, რომ უკრაინაში გაეროს ეგიდით იყოს ტრანზიციული, ანუ გარდამავალი მთავრობაო. და თან ამ გაეროს ეგიდს იმით ამართლებენ, რომ თურმე არალეგიტიმური პრეზიდენტია ზელენსკი და თან გამოეხმაურა ამას გაეროს გენერალური მდივანი, რომლის თქმითაც ლეგიტიმური ხელისუფლება ყავს უკრაინას და ანუ გაეროს ეგიდით ვერ მოხდება მათი ხელმძღვანელობა, ასე ვთქვათ და მეორე მხრივ ამერიკას გამოეხმაურა პრეს-სპიკერმა ტემი ბრიუსმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს არ მოეწონა პუტინის ეს ინიციატივა, რომ გაეროს ეგიდით მომხდარიყო მათი უკრაინის, ასე ვთქვათ, დროებითი მმართველის შესვლა. მოდი ვნახოთ პუტინის სინქრონი. ნახოთ. პრინციპში, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნებოდა გაეროს ეგიდით შეერთებულ შტატებთან, ევროპულ ქვეყნებთან, რასაკვირველია ჩვენს პარტნიორებსა და მეგობრებთან ერთად უკრაინაში დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობის განხილვა, რათა იქ დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს და ხელისუფლებაში მოვიდეს კონდიტუნარიანი ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობა. შემდეგ უკვე მათთან დაიწყება მოლაპარაკებები სამშვიდობო ხელშეკრულებაზე, რომლებსაც მთელი მსოფლიო აღიარებს და იქნება სანდო და სტაბილური. ევროპელებთან და ამერიკელებთან ერთად გაეროს ეგიდით უნდა იყოს ეს დროებითი მთავრობა, რომელიც ჩაატარებს არჩევნებს. არჩევნების შედეგად უკრაინაში მოვა ლეგიტიმური ხელისუფლება. დიდი ხანია რომ რუსები ზელენსკის უწოდებენ არალეგიტიმურ მმართველს, ეგ ახალი ამბავი არ არის, მაგრამ ყველას გვახსოვს ისიც, რომ ტრამპიც მხარს უბავდა ამ რიტორიკაში რუსებს და ამბობდა, რომ ზელენსკი ეს არის დიქტატორი არჩევნების გარეშე და რატომ არ ატარებს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებს და ასე შემდეგ. გაცხადებულად აქვთ რუსებს ის ძირეული პრობლემა, რომ უკრაინას არ უნდა ყავდეს სუვერენული ხელისუფლება, იმიტომ რომ
უკრაინელების არჩეულია ეს. თვითონ ტრამპმაც გააკეთა განცხადება ამაზე, რომელშიც ის ამბობს, რომ პუტინზე არის ძალიან გაბრაზებული, მე ძალიან გაუბრაზდი, როცა პუტინმა ზელენსკის სანდოობასა და უკრაინის ახალ ხელმძღვანელობაზე დაიწყო საუბარი. პუტინმა იცის, რომ გაბრაზებული ვარ, მაგრამ მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და ბრაზის სწრაფად გაქრება თუ ის სწორად მოიქცევა. მე და რუსეთი თუ ვერ მოახერხებთ შეთანხმებას უკრაინაში სისხლისღვრილის შეჩერებაზე და თუ ვიფიქრებ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, რაც შეიძლება არ იყოს, მაგრამ თუ ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის ბრალი იყო, ნავთობზე მეორად ტარიფებს დავაწესებ რუსეთიდან გამოსულ ყველა სახის ნავთობზე. ეს იქნება ის, რომ თუ ნავთობს იყიდი რუსეთიდან, შეერთებულ შტატებში ბიზნეს ვერ აწარმოებ. ყველა სახის ნავთობზე იქნება 25%-იანი ტარიფი. და პრეზიდენტის თვითმფრინავის ბორძეც ცოტა სხვა შინაარსის, მაგრამ დაახლოებით იგივე პათოსის განცხადება იყო. არ ვფიქრობ ასე. არ ვფიქრობ, რომ ის თავის სიტყვას არ შეასრულებს. ჩვენ პუტინზე ვსაუბრობ. მე დიდი ხანია ვიცნობ მას, ჩვენ ყოველთვის კარგად ვეწყობოდით ერთმანეთს. მე გარკვეულწილად იმედ გაცრუებული ვიყავი ზოგიერთი რაღაცით, რაც ბოლო 2 დღის მანძილზე ითქვა ზელენსკისთან დაკავშირებით. როდესაც ის ზელენსკის არასანდოდ მიიჩნევს, მან სავარაუდოდ მასთან უნდა დადოს გარიგება. მოსწონს თუ არა ის. ასე რომ, ამით არ ვიყავი კმაყოფილი ნამდვილად, არ ვსურს რუსეთზე მეორადი ტარიფების დაწესება, მაგრამ თუ ისინი დაწესდება, ეს მათთვის კარგი არ იქნება. ხო და ამის საპასუხოდ ეკონომისტმა გაავრცელა განცხადება არა ინფორმაცია, რომ უკრაინა არჩევნების ჩასატარებლად ემზადებაო, თუმცა მალევე უარყვეს ეს უკრაინის მხარემ და ანუ შეუძლებელია ამ ვითარებაში არჩევნებზე ვიფიქროთ. გასაკვირი ინფორმაცია კი იყო, მაგრამ ვიფიქრე, რომ მაინც შეიძლება და ანუ რეალურად გასაგები არის, თქვათ, ეს რუსეთი რა თამაშს თამაშობს და გასაგებია რომ აჭიანურებენ ამ ყველა მოლაპარაკების ცდელობას, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ალბათ ამერიკულმა მხარემ თქვას, რომ კი ბატონო, იყოს ეს აღმოსავლეთის 4 რეგიონი თქვენი, ამას აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა, უკრაინაში დავნიშნოთ მარიონეტული მთავრობა და თქვათ ზელენსკი გავაგდოთ და თავიდან ამაზე ალბათ თანახმა იყო ტრამპი. ტრამპის мотиваცია ცოტა სხვანაირი. მუქარა 25%-იან ტარიფზე, ხომ მეორად ტარიფზე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ანუ შენ თუ რუსეთისგან ნავთობს ყიდულობ, ამერიკაში ბიზნეს ვეღარ აკეთებ. აი მე აქ ამოვიწერე სტატისტიკა რა, ვინ ყიდულობს რუსეთისგან დღეს ნავთობს, ჩინეთი და ინდოეთი მსხვილი პორციებით და თურქეთი და ევროკავშირი 6% ყიდულობენ და 200 მილიარდამდე არის რუსეთის შემოსავალი ნავთობიდან, როგორც ნედლი ნავთობიდან, ისე სხვადასხვა ნავთობპროდუქტებიდან. ამიტომ ეს მეორადი ტარიფები შეიძლება მართლა დარტყმა იყოს რუსეთის ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ მთელი ეს ომის ესე ვთქვათ ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი არის ესეც. და რუსეთის ბიუჯეტი თავდაცვის არის მთელი ბიუჯეტის 51%. ტრამპი ალბათ გაბრაზებულია იქიდან გამომდინარე, რომ აი ამ თავის დაპირება ჯერ 24 საათში დავასრულებ და მე 100 დღეში. ხო, 100 დღეში და ასე შემდეგ ამ სტრატეგიას აშკარად ეღობება რუსეთი აი ამ თავის გაჭიანურების პოლიტიკით. ხო, პრინციპში ანუ გაჭიანურებაც არ არის, ანუ უკვე უარის თქმა. უარია, ხო. ხო, ანუ ეს გაჭიანურება აღარ არის, იმიტომ რომ შეიძლება გააჭიანურო, რომ რაღაც მომენტში შეწყვიტო ეს თავდასხმები და ანუ ჩვენ ვიცით, რომ უკრაინაზე დრონების თავდასხმები კიდევ უფრო გაძლიერდა, არა თუ შემცირდა და ანუ უარი არის. და უკრაინული დაზვერვა იმასაც ამბობს, რომ 2025 წლის ზაფხულში აპირებენო მასშტაბურ იერიშსო. არანაირი წინსვლა არ არის, ფაქტია. ხშირად სკოლაში გვასწავლდნენ საბაბსა და მიზეს შორის განსხვავებას და პირველი მსოფლიო ომი რატო დაიწყო ამაზე იყო, ანუ საბაბი იყო გავრილო პრინციპის მკვლელობაო და გავრილო პრინციპის მიერ ავსტრია-უნგრეთის პრინციპის მკვლელობა და მიზეზი სულ სხვა იყო და საბაბი არის რუსეთისთვის ნებისმიერი რა რაღაც ზელენსკი. ნუ ამ შემთხვევაში ზელენსკი და მიზეზი არის ის, რომ უკრაინა იყოს სუვერენული ისა და ყოველთვის არ იყოს, ხო? ხო, არ იყოს. მიზეზი გასაგებია და თუ ესე ვთქვათ, სხვადასხვა ანალიტიკოს მოусმენთ, დღეის მდგომარეობით მშვიდობა ძალიან შორს არის. მაგრამ იმავე პრეზიდენტის ესე ვთქვათ, ბორძე ტრამპმა კვილი გაჰკრა ზელენსკისაც. ჩვენ საუბრობდით წინა მიმოხილვაში, რომ ახალი პირობებით შესთავაზეს ეს მინერალების შეთანხმება. უკრაინელებს და ვამბობდით, რომ უკრაინული მხარე ამას განიხილავს და უკრაინულმა მხარემ რეალურად უარი თქვა იმ პირობებზე, ამ ახალ პირობებზე და ტრამპი ამაზე გაღიზიანდა და აგერ მოусმინოთ.
ფიქრობ ზელენსკი ცდილობს უკან დაიხიოს იშვიათი მინერალების თაობაზე და თუ ამას გააკეთებს, მას პრობლემები შეექმნება, ძალიან დიდი პრობლემები. ჩვენ შევთანხმდით იშვიათ მინერალებზე და ახლა ის ამბობს, იცით, მე მინდა ხელახლა გადავხედო მას. თუ ის აპირებს შეთანხმებას გადახედოს, მას დიდი პრობლემები ექნება. მას ნატოს წევრობა სურს, თუმცა ვერასდროს გახდება მისი წევრი და მას ეს ესმის. და თუ შეთანხმების გადახედვას მოინდომებს, პრობლემები ექნება. საქართველოში ამ პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი ის არის, რომ უკრაინა, რადგანაც ნატოს წევრი ქვეყანა არ უნდა და მოკლედ რუსეთს თავის მეზობლად და ამიტომ დაიწყო, ამიტომ შეიჭრა უკრაინაში. მე რაღაც ინფორმაციები მოვიძიე, რა ხდება აი ამჟამინდელი მდგომარეობით და თუ გახსოვს, მოლაპარაკებების ერთ-ერთი პუნქტი იყო ბავშვების დაბრუნება უკან უკრაინის ტერიტორიაზე, რომლებიც რუსებმა მოიტაცეს იქამდე. რუსეთის ესეთი ფონდი არის Pomagaem Nashim, რომელმაც აი მარტის ბოლოს 39 უკრაინელი ბავშვი ისევ მოიტაცა ლუგანსკის ოკუპირებული ოლქიდან, წაიყვანა მოსკოვში, მათ მიერ კონტროლირებად სამედიცინო დაწესებულებებში გადაასახლეს და 1200-ზე მეტი ბავშვი არის უკვე რუსეთში გადასახლებული აი ამ ფონდის დაფინანსებით თუ საშუალებით. ყირიმში მიმდინარეობს სამხედრო პატრიოტული ინდოქტრინაცია, რაც ითვალისწინებს იმას, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის ვეტერანები ყირიმში ახალ სამხედრო პატრიოტულ კლუბებს ხსნიან უკრაინელი ახალგაზრდებისთვის და იქ მიდის აი ამ ბავშვების იდეოლოგიური დამუშავება, ასწავლიან დაზვერვის მეთოდებს, კონტრდაზვერვის ტაქტიკას, დრონების გამოყენებას, რომლებსაც ისე უკრაინას მიუტრიალებენ. რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაყალბებულ სასამართლო პროცესებს აწარმოებს უკრაინელი ტყვე ჯარისკაცების და მოქალაქეების წინააღმდეგ და ტყვეების გაცვლაც იყო ერთ-ერთი ჰუმანიტარული პუნქტი აი ამ მოლაპარაკებებში. მიმდინარეობს ძალადობრივი პასპორტიზაცია. ამ კვირის განმავლობაში მე რასაც უყურებდი აი ამ ანალიტიკურ ვლოგებს თუ ბლოგებს, იქ ალბათ ეს აზრი დომინირებს, რომ შტატებს აქ და ახლა ალბათ ერთ-ერთი შესაძლებლობა აქვს, რომ ეს ომი ისევ გააგრძელოს უკრაინისთვის ფინანსების და იარაღის მიწოდება, იმიტომ რომ ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არის. ხო, თუ არ ვცდები კიდე რუბიომაც თქვა, რომ რუსეთს არ უნდა მშვიდობაო და ომისთვის ემზადებაო და ოღონდ თან პუტინის სპეცწარმომადგენელი დმიტრიევი ამერიკაში ვიზიტის შემდეგ ამბობს, რომ ამერიკული კომპანიები მზად არიან რუსეთის ბაზარში შესასვლელად იმ ევროპული კომპანიების ნაცვლად, რომლებიც რუსეთიდან გავიდნენ და ასევე რუსეთი და ამერიკა განიხილავენ პირდაპირ ავიამომოსვლის საკითხს. თუმცა ხო, ეს ძალიან ისეთია. ამას არავინ არ დაანებებს და რუბიომაც უარყო მოკლედ ეს განცხადება. შორის გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაისში ჩადიან პუტინი და ტრამპი საუდის არაბეთში და შეიძლება იქ შედგეს მათი პირისპირის შეხვედრა, თუმცა რამდენად შედგება ეს შეხვედრა, ჯერჯერობით მაინც უცნობია. შტატების შიდა და საგარეო საკითხებზე გადავიდეთ. ჯობს რომ ალბათ ის საკითხები გადავაბათ, რაც წინა მიმოხილვაშიც გავშალეთ, გრენლანდიის საკითხი იყო და სიგნალის საკითხი იყო. ხო, მოდი გრენლანდიის ამბავზე ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. ჩავიდა JD Vance, ვიცე-პრეზიდენტი შტატების გრენლანდიაში და ესტუმრა ერთადერთ იქ დარჩენილ ამერიკულ ბაზას და იქ ილაპარაკა იმაზე, რომ ესე ვთქვათ, უყურადღებოთ იყო აქამდე ეს ტერიტორია მიტოვებული და ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა და ასე შემდეგ. ოფიციალური წარმომადგენელი არც დანიიდან და არც გრენლანდიიდან არ შეხვედრია და უბრალოდ ბაზაზე მივიდა და ბაზას ესტუმრა. მაგრამ 31 მარტს შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშიში გრენლანდიას 100%-ით მიიღებს. NBC News-თან ინტერვიუში თქვა ეს და ტრამპმა ისიც თქვა, რომ ეს შეიძლება მოხდეს სამხედრო ძალის გარეშე, თუმცა მისი თქმით არაფერს გამორიცხავს. ჟურნალისტის კითხვაზე რა სიგნალს გაუგზავნეს გრენლანდიის მიღება რუსეთს და დანარჩენ მსოფლიოსო, ტრამპმა თქვა, ამაზე არ ვფიქრობ, სინამდვილეში ეს არ მადარდებს, გრენლანდია არის ძალიან განცალკევებული საკითხი, ძალიან განსხვავებული. ეს არის საერთაშორისო მშვიდობა, ეს არის საერთაშორისო უსაფრთხოება და სიძლიერე. თქვენ გაქვთ ხომალდები, რომლებიც დაცურავენ გრენლანდიის გასწვრივ რუსეთიდან, ჩინეთიდან და მრავალი სხვა ადგილიდან. ჩვენ არ დაუშვებთ, რომ მოხდეს ისეთი რამ, რაც დააზარალებს მსოფლიოს ან შეერთებულ შტატებს. რა თუნდა, ხო ეს ალბათ უფრო მე ვფიქრობ, უფრო ეკონომიკური საზრის საწყისები უნდა ვეძებოთ. იმ 50 მინერალიდან, რომელიც ამ ჰაი-ტექ პროდუქტებს ჭირდებათ,
თუ არ ვცდები 40-ზე მეტი არის გრენლანდიის მიწაში. მიწაშია და ანუ მისი დამუშავება და ის არ დაწყებულა, ანუ ცარიელ მიწაზე მიდიან. და მეორე მხრივ ეს ჩინეთის და რუსეთის ინტერესებიც ხო არის აქ, ან განსაკუთრებით ჩინეთის შეიძლება იყოს და სხვათა შორის ამაზე ძალიან საინტერესო სერიალი არის ბორგენის მესამე სეზონი, სადაც ზუსტად გრენლანდიაში მიმდინარეობს მოქმედებები. ამერიკა-რუსეთი ჩინეთის პოზიციებია, ასე თქვათ, ნაჩვენები, როგორ სურთ დაეპატრონონ გრენლანდიას. გრენლანდიელები, რომლებიც ცდილობენ გადარჩნენ და იპოვონ თავიანთი ადგილი ამ ბრძოლაში და ძალიან საინტერესო არის, მოკლედ ძალიან გავს ერთმანეთს. რეალობა და სერიალი. პრემიერი ახსენი და მანაც გააკეთა განცხადება. ეს არ ეხება მხოლოდ გრენლანდიას ან დანიას, ეს ეხება მსოფლიო წესრიგს, რომელიც ჩვენ ერთად ავაშენეთ ატლანტის ოკეანის გასწვრივ თაობების განმავლობაში. თქვენ ვერ მოახდენთ სხვა ქვეყნის ანექსიას, თუნდაც საერთაშორისო უსაფრთხოების არგუმენტით. თქვენ თუ გსურთ გრენლანდიაში უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი, გრენლანდია და დანია მზად არიან. არქტიკაში თუ გსურთ უსაფრთხოების გაძლიერება, ჩვენს გავსად, მაშინ მოდით ეს ერთად გავაკეთოთ. ხო, ანუ თანამშრომლობაზე უარს არ ეუბნება, მაგრამ ეს ანექსიისკენ მიდრეკილება და ანექსიისკენ მისწრაფება დაუშვებელია. იარაღზეც ხო საუბრობს, ანუ იარაღს მთლიანად ამერიკის განყიდულობს და ვერ წარმოუდგენია დანიის თავდასხმის მინის ამერიკულ იარაღზე რო არის როგორ უნდა თქვა. მოკლედ დაველოდოთ როგორ განვითარდება მოვლენები. აი სიგნალიშაძეც თქვათ 1-2 სიტყვა და მე შეგვიძლია ტარიფებზე გადავიდე. სიგნალიშაძე არა, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ტრამპის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში მაიკლ უოლცი სამთავრობო საქმეებისთვის არა დახურულ და დაცულ მეილს, არამედ Gmail-ს იყენებდა და ასევე უოლცის თანაშემწე, რომელიც ამ ელექტრონული პოსტის საშუალებით განიხილავდა ყველა მნიშვნელოვან საკითხს და კიდევ ერთი სკანდალი არის ესე თქვათ მინი სკანდალი ამერიკაში სიგნალის შემდეგ, იმიტომ რომ როგორც წესი ამერიკაში უსაფრთხოება და რაღაც შიდა მიმოწერები და ასე შემდეგ ესე ღია სოციალურ ქსელებში არ ხდება და. ხო, ეხლა მაგაზე გამოვაქვეყნა თუ არ ვცდები Reuters-მა, ან პოლის გამოკითხვის შედეგები, სადაც 90% დემოკრატების თვლის, რომ ეს საშინელება იყო და არაკომპეტენტურობა, მაგრამ რესპუბლიკელების უმეტესობაც თვლის, თუ არ ვცდები, რომ ეს სიგნალის ჩატში მომხდარი ამბები არ იყო მაინც და მაინც ნორმალური და მისაღები. ესეთი სახით მიმოწერები და ესეთ მნიშვნელოვანი საკითხის ისა ეხა სმაილებით და ასე შემდეგ. ნუ თავის საქმეს თვითონ იციან. ხო. მაგრამ ხო, მოკლედ ეგ ალბათ კარგად ასახავს, ანუ რაღაც ამბავში სიმპტომი არის იმის, რასაც ტრამპიზმი წარმოადგენს და აი თუ რას წარმოადგენს ტრამპიზმი. ეგ ჩანს კარგად ტარიფების მაგალითად. 2 აპრილის განცხადება ვაჩვენოთ ტრამპის მიერ, როგორ ომახიანად და აღფრთოვანებით განაცხადა ახალი ერის დაწყების შესახებ Liberation Day speech ესე შეერქვა ამ გამოსვლას. Thank you. Nice crowd. What a good-looking group of people. Well, we have some very good news today and მადლობა. რა შესანიშნავი ხალხი ხართ. რა მშვენიერი საზოგადოებაა დღეს. ძალიან კარგი ამბები გვაქვს და ბევრი კარგი რამ ხდება ჩვენი ქვეყნისთვის. დასხედით გთხოვთ. ჩემო თანამემამულეებო, დღეს განთავისუფლების დღეა. დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ 2025 წლის 2 აპრილის სამუდამოდ დარჩება ისტორიაში. როგორც დღე, როცა ამერიკული მრეწველობა თავიდან გაცოცხლდა. დღე, როცა ჩვენ ხელახლა დავიბრუნეთ ამერიკის ბედი და დღე, როცა ჩვენ კვლავ ამერიკის გამდიდრება დავიწყეთ. ჩვენ ამერიკას დიდარს ძალიან დიდარს გავხდით. აწლეულობის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა გაძარცვეს, დაარბიეს, გააპარტახეს ახლო და შორეულმა ქვეყნებმა, როგორც მეგობრებმა, ასევე მტრებმა. ამერიკელი ფოლადის მუშები, ავტოწარმოებლები, ფერმერები და ოსტატი ხელოსნები დღეს ბევრი მათგანი აქაა ჩვენთან. ძიმე ტანჯვა განიცადეს. ისინი ხედავდნენ თუ როგორ იპარავდნენ უცხოელი ლიდერები ჩვენს სამუშაო ადგილებს. უცხო მატყუარები ჩვენს ქარხნებს არბევდნენ და უცხო მძარცველები ჩვენს ერთ დროს მშვენიერ ამერიკის ოცნებას ნაწილ-ნაწილ ანაკუწებდნენ. ჩვენ გქონდა ამერიკული ოცნება, რომელზეც ახლა არც ისე ხშირად გესმით. 4 წლის წინ გესმოდათ. ახლაც გესმით, მაგრამ არც ისე ხშირად. აწლეულობის განმავლობაში კი საერთოდ არ გესმოდათ. ჩვენი ქვეყანა და მისი ხალხი 50 წელზე მეტი იძარცვებოდა, მაგრამ აღარასოდეს მოხდება ეს. აღარასოდეს. In a few moments I will sign a historic executive order
instituting რამდენიმე წუთში მე ხელს მოვაწერ ისტორიულ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებზე sapasukho ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. Sapasukho ანუ რასაც ისინი აკეთებენ ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენც იმავეს გავაკეთებთ. ძალიან მარტივია. ჩემი აზრით ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ამერიკის ისტორიაში. ეს არის ჩვენი ეკონომიკური დამოუკიდებლობის დეკლარაცია. წლების განმავლობაში მშრომელი ამერიკელი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ უმოქმედოდ ყოფილიყვნენ, სანამ სხვა ქვეყნები ძლიერდებოდნენ და მდიდრდებოდნენ და ეს ძირითადად ჩვენი ხარჯით. მაგრამ ახლა ჩვენი რიგია გავმდიდრდეთ და ამ პროცესში ტრილიონობით დოლარი გამოვიყენოთ გადასახადების შესამცირებლად და ეროვნული ვალის დასაფარად. და ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდება დღევანდელი ქმედებით. ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ ისევ გავხადოთ ამერიკა დიდებული, ისეთი ვიდრე ოდესმე ყოფილი. სამუშაო ადგილები და ქარხნები უკან დაბრუნდება ჩვენს ქვეყანაში და თქვენ თუ უკვე ხედავთ ამის პირველ ნიშნებს, ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს შიდა მრეწველობას, ჩვენ გავხსნით უცხოურ ბაზრებს და დავანგრევთ უცხოურ სავაჭრო ბარიერებს. და საბოლოოდ, შიდა წარმოების ზრდა ნიშნავს უფრო მძლავრ კონკურენციას და დაბალ ფასებს მოხმარებლისთვის. ეს იქნება ამერიკის ოქროს ხანის დასაწყისი. ის ბრუნდება და ჩვენ ძალიან ძლიერად დავბრუნდებით. ისევ ამ დიდებულ ისტორიაზე ხაზგასმა, ამ დიდებული ისტორიის მითოლოგიური წარსულის გახსენება და იმის შეხსენება, რომ ერთ დროს ამერიკა იყო დიდებული და კვლავ მე აი ამ ჩემი გარდამტეხი ნაბიჯი დაუბრუნებ მას ამ დიდებულებას. ლაპარაკობს იმაზე, რომ ვიღაც მტრები თუ მეგობრები ჩვენ ყველანი ესე ვთქვათ გჯიჯგნიდნენ და ახლა მოვიდა ჩვენი დრო რომ მათ პასუხი გავცეთ. ჩვენ კეთილები ვართ ამერიკელები, ამიტომ ისეთ საპასუხო ზომებს არ გამოვიყენებთ, როგორცაც ისინი იყენებდნენ. ანუ ჩვენ მათ ვინდობთ, მაგრამ საპასუხოა ის იმიტომ, რომ ამ 50 წლის განმავლობაში ისინი ამას გვიკეთებდნენ. ყველაზე დიდი ტყუილი რაც არის მთელ ამ ამბავში ის არის, რომ გადასახადებს შევამცირებ. ეხლა აი მეორე კუთხით რო შევხედოთ, ნუ ამ ჩვენ ადგილობრივ გირჩელებსაც ხო უხაროდათ ის ამბავი, რომ ტრამპი ესე ვთქვათ ამცირებს ბიუროკრატიას, გადასახადებს. ხო, ანუ ყველაფერს აუქმებს, რაც მათ არ მოსდომთ. სინამდვილეში ტარიფი არის გადასახადი, ხო? ანუ გამოდის, რომ ყველაზე ანტი-ტაქს პარტია, ანუ რესპუბლიკელები, ალბათ ამერიკის ისტორიაში ყველაზე დიდ გადასახადს აფუძნებენ და იღებენ. ტრამპი ტრაბახობს იმით, რომ ის გადასახადებს შეამცირებს, მაგრამ სინამდვილეში ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც და 180 ქვეყანას დაუწესა მგონი ტარიფი და მე ჩამოვთვალოთ ვის როგორ და რანაირად, მაგრამ ნებისმიერი საქონელი, რომელიც შევა შტატებში, ეს ვიღაცამ უნდა გადაიხადოს, ხო, მომატებული გადასახადი, არ ვიცი, $100 თუ ღირდა რაღაც ნივთი და აწი ჩინეთიდან თუ შემოდის, ეღირება ალბათ 154, იმიტომ რომ 54%-იანი ტარიფია. ხო, ყველაზე მაღალი ჩინეთსაა. ხო, ყველაზე მაღალი ჩინეთსაა, გადაიხდი საბოლოოდ მომხმარებელი, თავიდან შემომტანი კომპანია, მაგრამ შემდეგ მომხმარებელი. დააწובה მომხმარებელს და რამდენიმე 1000-ით გაუძვირდება, როგორც ამბობენ ეკონომისტები, საშუალო სტატისტიკურ ამერიკელს წლიური, ესე ვთქვათ, გასავალი, ხო? შესაბამისად, როცა ტრამპი ამბობს, რომ გადასახადებს დაუწევ, გადასახადებს დაწევს მასკისთვის და ბეზოსისთვის და ასე შემდეგ. და მაგაზეც ვიტყვი, უბრალოდ ბლუმბერგის ინფორმაციით, მხოლოდ გუშინ დონალდ ტრამპის ახალმა ტარიფებმა მსოფლიოს უდიდესი ადამიანების ქონება $208 მილიარდი შეამცირა, მათ შორის განსაკუთრებით დაზარალდნენ მეტა, ცუკერბერგი, ბეზოსი, მასკი და ასე შემდეგ. ანუ მოკლედ 208 მილიარდის ზარალი ნახეს და ანუ ვისთვის აკეთებს, ან რისთვის აკეთებს, ცოტა გაუგებარია მართლა. სქემატურად რო ჩამოვთვალოთ, რა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ამან, ანუ სავაჭრო ომები და ეკონომიკური ზიანის რისკი, ანუ ის რომ საპასუხო ზომებს მიიღებენ სხვა ქვეყნები და ალიანსებს მივიღებთ. ევროკავშირმა უკვე დაანონსა ეს ალიანსები და საპასუხო ზომების დაანონსა და სავარაუდოდ ჩინეთი და ინდოეთი. ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იაპონია, ისინი შექმნიან ალიანსს ეკონომიკურს. და ევროკავშირს ის ალიანსებიც გაფართოვდება მათთან. ხო, აი მექსიკამ უკვე გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობს ეკონომიკურად და
არ ვიცი, კანადა ისედაც გასაგებია, რომ ევროკავშირისკენ იწევდა, ევროკავშირი და ინდოეთი, ინდოეთს მოდიმ განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, რომ სტრატეგიული, ესე ვთქვათ, გარდატეხა უნდა შევიტანოთ ჩვენსა და ჩინელებს შორისო. ბევრს ლაპარაკობენ უკვე იმაზე და ეხა 75 წლიანი, ესე ვთქვათ, ორმხრივი ურთიერთობების აღნიშვნა იყო რამდენიმე დღის წინ ნიუ-დელიში და საგარეო საქმეთა მდივანი თუ მინისტრი ესტუმრა ჩინეთის საელჩოს და იქ ისაუბრეს იმაზე, როგორი უნდა იყოს, რაზე უნდა დაშენდეს მათი, ესე ვთქვათ, შემდგომი თანამშრომლობა და ჩვენ უკვე წარსულის გაკვეთილები ვისწავლეთ და აწი, როგორც ეკონომიკურად, ისე ჰუმანიტარულად ერთმანეთთან ვითანამშრომლებთო. ანუ ერთი საპასუხო ზომები და ეს ალიანსები, მეორე არის, რაც უკვე ვთქვით, ანუ იმპორტირებულ საქონელზე ტარიფების, ანუ ფასების ზრდას გამოიწვევს ეს ტარიფები გადასახადების დადება, რაც საბოლოოდ დააწვება ისევ მუშათა კლასს. მიწოდების ჯაჭვის პრობლემები შეიძლება იყოს, იმიტომ რომ თქვა შეიძლება რომელიღაცა ამერიკული კომპანია, რომელიც მანქანებს აწარმოებს, ნაწილები შემოქონდეს ვიეტნამიდან, ჩინეთიდან, ტაილანდიდან, თუნდაც ევროკავშირიდან და ასევე გაყიდვების შემცირდებაც. ხო, გაყიდვების შემცირდება იქიდან გამომდინარე, რომ უბრალოდ ვერ იყიდი, ხო, ანუ აღარ აქვს, ესე ვთქვათ, შენ, არ ვიცი, ბიუჯეტს ამდენის ყიდულუნარიანობა. სხვადასხვა ბრიტანეთისგან გამიკვირდა და ვაჭრობის მინისტრმა თქვა, რომ ვაშინგტონი ჩვენი უახლოესი მოკავშირეა, ამიტომ ჩვენი მიდგომა ჯერჯერობით სიმშვიდის შენარჩუნებაა და საპასუხო ზომებზე არ ულაპარაკია. ხო, ნუ მაგათ 10%-იანი საბაზისო ტარიფი დაუწეს ეს და ხო, ევროკავშირს მე მგონი 20. ევროკავშირის 20-იან. და ძალიან საინტერესოა ისრაელის პოზიცია, რომელმაც ყველა ტარიფის გაუქმება გამოაცხადა ამერიკის წინააღმდეგ. და ისრაელს 17%-იანი ტარიფი დაუწეს, ხო? თავარი მიზანი კიდე ამ ტარიფების არის საბიუჯეტო დეფიციტის აღმოფხვრა და საგარეო ვალების შემცირება, მაგრამ 2017 წელს ტრამპმა გადასახადების შემცირების პროგრამა, ესე ვთქვათ, დაამტკიცებინა კონგრესს და ეს იწურება 2025-ში. ეს გადასახადების შემცირება ძირითადად ეხებოდათ მულტიმილიარდელებს. აქ ორი ვარიანტია. ან გადასახადები კვლავ უნდა დაუწესო მაღალი ამ მულტიმილიარდელებს, რაც გამორიცხულია. ან უბრალოდ მაინც მოგიწევს დეფიციტის აღმოსაფრველად, ანუ ჭარბოალიანობა მაინც არ დასრულდება. და რაღაც მომენტში ალბათ ტრამპი თავისთავად საფრთხეშიც იგდებს იმ კუთხით, რომ შეიძლება სესხებელიც აღარ იყოს ისეთი სანდო, როგორც აქამდე და ამ საერთაშორისო ესე ვთქვათ ხო, მოკავშირეც ვინ ისეთი მსხვილი, ყველა მსხვილი ქვეყანა ვინც გადაიმტერა. იცი რა, ძალიან საინტერესო იყო ტრამპის ამ 2 აპრილის განცხადებამდე ვენსმა, ესე ვთქვათ, განმარტა რა არის გლობალიზაცია. გლობალიზაციის იდეა ის იყო, რომ მდიდარი ქვეყნები ღირებულების ჯაჭვში უფრო მაღლა ავიდოდნენ, ხოლო ღარიბი ქვეყნები მარტივ პროდუქტებს აწარმოებდნენ. iPhone-ს კუთს რომ გახსნდი, წაიკითხავდი და პროექტებულია კუპერტინოში, კალიფორნიაში. რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ წარმოებული იქნებოდა შენჯენში, ან სხვაგან. და დიახ, ზოგს შეიძლება დაეკარგა სამუშაო ან წარმოება, მაგრამ ისინი შეიძლება დაუფლებოდნენ დიზაინს, ან როგორც ხშირად ამბობენ პროგრამირებას. მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ შევცვლით. აღმოჩნდა, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც აწარმოებდნენ დიზაინშიც ძალიან გაუმჯობესდნენ. აქ როგორც მოგიხსენებათ, ქსელური ეფექტი მოქმედებს. პროდუქტების დიზაინის კომპანიები თანამშრომლობენ წარმოების კომპანიებთან. ისინი უზიარებენ ერთმანეთს ინტელექტუალურ საკუთრებას, საუკეთესო პრაქტიკებს და ზოგჯერ პრაქტიკულ თანამშრომლებსაც კი. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ სხვა ქვეყნები ღირებულების ჯაჭვში ყოველთვის ამოქჩებოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, როცა ისინი ჯაჭვის ქვედა ნაწილში გაძლიერდნენ და ზედა ნაწილშიც დაგვიწყეს დაწევა, ჩვენ ორივე მხრიდან ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდით. We were squeezed from both ends. გლობალიზაცია ვენსის განმარტებით და პრინციპში ვენსის განმარტება არც უნდა ამას გლობალიზაციის მთავარ ესე ვთქვათ ასპექტად მან დაასახელა, რომ განვითარებული სახელმწიფოები, რომლებიც ქმნიან დიზაინს, რომლებიც ქმნიან რაღაც პატერნებს, რომლებიც ქმნიან მაღალ ინტელექტუალურ კულტურებს რა თავი. ხო, პროდუქტს, ისინი უნდა დარჩენილიყვნენ ესე ვთქვათ მაღალ საფეხურზე. ხო, როგორც მომხმარებლები, ხოლო ჩამორჩენილი სახელმწიფოები, ან მესამე სამყარო, მათ უნდა ეწარმოებინათ აი ამ დიზაინის და ესე ვთქვათ დაწერილი კოდის პატერნის მიხედვით. შესაბამისად, შავ სამუშაო უნდა შეესრულებინათ, ანუ პირდაპირ ამბობს, რომ თეთრსაყელოიანები უნდა ყოფილიყავით ჩვენ და ვიყავით და უნდა დავრჩენილიყავით უფრო სწორად, ლურჯსაყელოიანები უნდა მოგსახურებოდნენ.
მაგრამ აღმოჩნდა რომ მომსახურეებმა ისწავლეს ის რაც ჩვენ ვიცოდით და მათ არ იცოდნენ და დაიწყეს ჩვენთან შეჯიბრი და გაჯიბრება. ხო, ანუ ჩინეთს გულისხმობს. ხო, ანუ კალიფორნიაში დამზადდებოდა, თქვათ, აპლიკაცია iPhone-ის, უბრალოდ კონცეფტი და მერე გაკეთდებოდა ეს ჩინეთში. მაგრამ თურმე დღეს აქ დაახლა ჩინეთსაც შეუძლია რომ შექმნას iPhone-ის კონკურენტი. ეს ერთწუთიანი სინქრონი ხსნის იმას, რატომაც უბრუნდება ამერიკის შეერთებული შტატები პროტექციონისტულ პოლიტიკას. რაც დიდი ალბათობით შედეგის მომტანი არ იქნება, მაგრამ ალბათ უფრო რიტორიკის დონეზე ისინი მიხვდნენ რომ საბოლოო ჯამში მათ აღარანაირი შანსი აღარ აქვთ რომ არ ვიცი დოლარი იყოს ისეთი დომინანტური როგორც იქამდე იყო. Make America Great Again აღარ შეუძლიათ. ანუ ან რაც ილაპარაკეს წინასაარჩევნოდ მაგის განხორციელება რო არ შეუძლიათ უკვე თვალს უსწორებენ მაგას და რაღაცებს აკეთებენ. ანუ დოლარი ვერ იქნება დომინანტი სამხედრო ძლიერებაში სხვებიც დაეწიunen ტექნოლოგიებში სხვებიც დაეწიunen ანუ გამოდის რომ თუ დოლარზე ესე ვთქვათ ესეთი მოთხოვნა აღარ იქნება დოლარი ესეთი დომინანტური აღარ იქნება ამერიკის ჰეგემონიას ექმნება საფრთხე შესაბამისად ისინი ალბათ თვალს უსწორებენ იმას რომ რაღაცა წარმოებები უკან უნდა წამოიღონ იმიტომ რომ თუნდაც არ ვიცი ფარმაციის სფეროში და ბევრი კიდე სფეროა და ეს კოვიდმა გამოაჩინა ძალიან კარგად რომ ამერიკა არანაირად აღარ არის თვითკმარი ეკონომიკა ეს კიდე ძალიან ხმამაღალი ნათქვამია შესაბამისად ისინი ახლა ცდილობენ რომ მიმართონ აი ამ პროტექციონისტულ ხაზს იმისთვის რომ დაარტყან საბოლოო ჯამში არ ვიცი ჩინეთს, ინდოეთს და სხვა ბრიქსის სახელმწიფოებს, ხო? მათ მეტოქეებს. მოკლე პერსპექტივაში ეს დააზარალებს ალბათ ამ ქვეყნებს ჩინეთს განსაკუთრებით, მაგრამ დაეხმარება მათ, რომ ახალი ალიანსები იპოვოს და ახალი შესაძლებლობები გამოჩნდეს. დიდად ხა ჩინეთის ეკონომიკას ეს საერთო ჯამში ვერ დაეტყობა. აქ კიდე მეორე მომენტია, ხო, როცა ისინი ლაპარაკობენ რომ 50 წელი თავზე გვასხდნენ მტრებიც თუ მეგობრებიც აი ამ თავისუფალი ვაჭრობით ყველაზე მეტად ვინ ხეირა. რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხო? ანუ გლობალიზაციით და იმით, რაზეც ახლა ჩივიან, ყველაზე მეტად იხეირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უბრალოდ მორჩა ეს. მორჩა იმიტომ, რომ თავისუფალი ვაჭრობა ამერიკისთვის ახლა აღარ მუშაობს. რა შედეგები გვექნება, მომავალი გვიჩვენებს, ანუ ესე უცებ, მაგრამ ანუ ამერიკისთვის დიდად სახარბიელო მე მგონი არ უნდა იყოს. როგორც ულფი ამბობს, ტრამპის ეს მთელი პოლიტიკა, რომელიც თითქოს ამერიკის, ესე ვთქვათ, ისევ დიდებულად გახდომაზეა ორიენტირებული, სინამდვილეში არის აი ამ ამერიკული იმპერიის დაცემის ანუ შედეგების და ცუდი შედეგების და კატასტროფული შედეგების დაკისრება საშუალო და მუშათა კლასი. რომ არიდოს პასუხისგებლობა თავის კლას, ანუ მულტიმილიარდელების კლას, ვისაც ემსახურება და ვისაც ემსახურება და 280 მილიონი ჩადო მასკმა ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში და გასაგებია რომ და იყიდა მთავრობაში ადგილი და გასაგებია რომ მას ვერ მიუტრიალდება და ვერ მოთხოვს ამაზე პასუხს. შესაბამისად ეს ყველაფერი, ანუ მისი კლასობრივი ინსტინქტი ტრამპს ეუბნება რომ მთელი პასუხისგებლობა და ტვირთი უпростоრად უნდა დააწვეს მუშათა კლასს, ჩვენ არ უნდა ვაღიაროთ რომ ჭაობში ვართ, ისე უნდა გავაგრძელოთ ესე ვთქვათ კუნთებზე ყურება და ეს ძველი რიტორიკა, მაგრამ შედეგი იქნება მაინც კატასტროფული, ოღონდ უფრო მეტად კატასტროფული ჩვენარი ხალხისთვის და გაცილებით ნაკლები შენ უკვე ახსენე, ხო, რაღაც ქონების დაკარგვა რაღაც პროცენტები ქონების, მაგრამ ეს მათ ნაკლებად შეაწუხებთ, უფრო მეტად ვისაც შეაწუხებს გასაგებია. ხო, სხვადასხვა გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტრამპი უკვე მესამე ვადაზეც ფიქრობს, როგორც აი პუტინმა და მედმედევმა გააკეთა JD Vance-ის გავლით, მე შეიძლება მე კი უარყო ეგ განცხადება, მაგრამ ეგ გავრცელებული ჭორი, მაგრამ JD Vance-ის გავლით შეიძლება ის მესამედაც მოგვევლინოს პრეზიდენტად მოკლედ მის მთავრობაში, მის მთავრობა მოკლედ რო დარჩეს ეგრე. მესამე ვადაზე ჯერ რთულია საუბარი, იმიტომ რომ პირველ 3 თვეში ისეთებს აკეთებს, ნახოთ რამდენად გაუძლებს. ო, რეიტინგი იკლებს ნელა. მე მგონი ყველაზე დაბალი რეიტინგი აქვს 43% იყო, რაც წავიკითხე და ანუ ეს 3 თუ 2% არ იკლება წინა თვესთან შედარებით. აი ეს უფი ვახსენებ ორჯერ და მოდი მისი ესე ვთქვათ შეხედულებაც ნახოთ ტარიფებზე. მოდით გულწრფელები ვიყოთ, თუ კი ტარიფებს აწესებ, ეს იმას ნიშნავს, რომ რაც გარედან შემოგაქვს, ყველაფერი გაძვირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხი ცოტას იყიდის, ეს კი მათი ცხოვრების პირობებზე აისახება.
თუკი ამერიკული კომპანიები ტარიფების დაწესებით გარკვეულ უპირატესობებს მიიღებენ, რასაც ისინი ყოველთვის აკეთებენ ხოლმე ფასების აწევით, ესეც ცხადია მუშათა კლასს დაარტყავს. ერთის მხრივ ჩვენ ვიცოდით, რომ რაღაც მსგავსი მოხდებოდა, მეორეს მხრივ კი ამ ყველაფერს მასშტაბები ნამდვილად გვაუცებს. ბატონი ტრამპი მართალია, ეს გადამტეხი მომენტია ამერიკასა და მსოფლიოს ისტორიაში, მაგრამ მის მიერ მოხდარის წარმოჩინება ფანტასტიკურია და მხოლოდ თვით წარმოჩინებასთან არის კავშირში. რითიც ის ხშირად არის ხოლმე დაკავებული. უცხოელები არასდროს ყოფილან ისინი, ვინც ჩვენს გაგვიკეთა. ეს ამერიკის შეერთებული შტატების მსხვერპლად გამოყვანაა. ჩვენ ბოლო 50 წლის განმავლობაში ერთ-ერთი დიდი მოსარგებლები ვიყავით ეკონომიკური სიმდიდრისა. განსაკუთრებით ზედა ეშელონებში ვყოფნი, როგორც თვითონა. არაფერ შუაშია უცხოელები, რომლებიც ვითომ ჩვენით სარგებლობდნენ. ეს არის სხვებთან მიმართებით საკუთარი თავის ძალმოსილად და ძლიერად წარმოჩინების მცდელობა, რომ უცხოელებს დააბრალო, ეს იაფასიანი ტრიუკია. ეს სრულება, ეს არის ნიშანი მსოფლიოსთვის, რომ როცა ამერიკის შეერთებული შტატების იმპერია ეცემა, ეს საზღარი ადგილი ხდება, როდესაც ყველგან ყველაფერს უღრევს, აზიანებს ყველაფერს, სანამ შენ წამოდგომას ცდილობ. ერთია საბაზისო ტარიფები, ანუ 10%-იანი ტარიფები, რომელიც საქართველოსაც დაუწეს და უფრო საინტერესო არის ტარიფები ჩინეთზე. ჩინეთი 54%, კამბოჯა 49%, ვიეტნამი 46%, ტაილანდი 36%, იაპონიას დაუწეს ასევე 24%-იანი და ევროკავშირს 20%. და ეს ტარიფები შევა 9 აპრილიდან ძალაში. კანადა დააწესებს საპასუხო ტარიფებს, მოკლედ მათი პასუხი ეს იყო. ევროკავშირი აპირებს, რომ საპასუხო ტარიფები დააწესოს. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ამერიკის მიერ ტარიფების დაწესება პირდაპირ ეწინააღმდეგება ნატოს წესდების მეორე მუხლს, რომელიცაც წესრიგდება მოკლედ სავაჭრო ურთიერთობების საკითხები. ურსულა ფონ დერ ლაიენმაც გააკეთა განცხადება, რომ ევროკავშირი აპირებს, რა თქმა უნდა, საჭირო ჯერჯერობით არ დააწესებს, მაგრამ რა თქმა უნდა, აქვს ექსპერტები და დააწესებს, აპირებს, რომ საპასუხო მოქმედებები განახორციელოს და მხოლოდ ისრაელმა მოხსნა, ასე ვთქვათ, ხო, ჩვენ შევეხებით ასევე პალესტინაში მიმდინარე ამბებს და ძალიან მნიშვნელოვანი ისრაელი ძალიან აქტიურობს პალესტინაში, რა თქმა უნდა, და ღაზის სექტორში და მეორე მხრივ ძალიან აქტიურობს ირანში და ასე ვთქვათ, ერთადერთი პარტნიორი, მნიშვნელოვანი პარტნიორი, ვინც ამერიკას დარჩა, ისრაელია, რომელსაც არც ერთი და არც მეორე ერთმანეთისთვის არიშურებენ არაფერს მოკლედ. მე ვინც ვნახე შედარებით ზომიერი რეაქცია ვინც ჰქონდა, ეს არის მელონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი. ფიქრობ, ამერიკამ არასწორი არჩევანი გააკეთა, მაგრამ ჩვენ არ უნდა ავტეხოთ განგაში, ეს არ არის კატასტროფა. მაგალითად, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ საუკეთესო არჩევანი იქნება ტარიფებზე მეტი ტარიფებით პასუხი. რადგან ამას შეიძლება უფრო დიდი გავლენა ჰქონდეს ჩვენს ეკონომიკაზე, ვიდრე იმას, რაც ჩვენი საზღვრების გარეთ ხდება. და ხო, აი ავსტრალიასაც უთქვამს, რომ ჩვენ არ ვაპასუხებთ აშშ-ის ტარიფებს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა. სამაგეროთ მაკრონმა თქვა, რომ სასტიკი და დაუსაბუთებელი ზომებია და მისივე თქმით ტრამპის მიერ ამერიკაში იმპორტზე ახალი ტარიფების გამოცხადების შედეგად ამერიკელები გახდებიან უფრო სუსტები და ღარიბები, ხოლო ევროპელები ერთად თუ იმუშაობენ, შეძლებენ წარმატების მიღწევას და ტარიფების გაუქმებას. ხო, მაგრამ აი ევროპაზე მაინც ძალიან სკეპტიკურად ვარ. აი რამდენი ხანია რაც გადაცემა დავიწყოთ ვლაპარაკობთ ევროპელებზე და ანუ ტრამპის არ იყოს, ჯერ არც მაგათ არ შეუსრულებიათ არაფერი დაპირება. არც სამხედრო კუთხით, არც ეკონომიკური კუთხით, აი რაღაც როგორც წინაზე რომ ზელენსკის მხოლოდ თანაუგრძნობენ და მეტი არაფერი. როგორც იანის ვარუფაკის თქვა, this is a stupid continent. Ну, ეგრეა ჯერჯერობით, იმიტომ რომ ფაქტია, ძრავი თუ ლოკომოტივი აი ამ პოლიტიკური პროცესების აქ და ახლა ალბათ არის ტრამპი მთელი ამ თავის ექსტრავაგანტულობით და არანორმალურობით, მაგრამ ევროპა ჩაყენებული არის როგორც მოპასუხე და რა, ხო, თავდაცვის პოზიციაში. საინტერესო ფაქტი იყო დემოკრატის სენატორის კორი ბუკერის გამოსვლა სენატში, რომელიც გაგრძელდა 25 საათსა და 5 წუთს. გინესის რეკორდებში ხარ შევიდა. მე გამახსენდა ლევან ბერძენიშვილის ხო, 8 საათიანი თუ 9 საათიანი ლექცია. ესაა მოკლედ მომენტი, როდესაც ფილიბასტერს ეძახიან ამ ტაქტიკას, როცა სენატში
უმცირესობის წარმომადგენლები, როგორც წესი, ამას იყენებენ ხოლმე იმისთვის, რომ უმრავლესობის მიერ თავს მოხვეული, ვთქვათ, კანონ პროექტი თუ ინიციატივა ჩააგდონ, გააჭიანურონ. 2013 წელს ტედ კრუზი 21 საათის განმავლობაში გამოდიოდა სიტყვით რესპუბლიკელი. ყველაზე ისეთი რეკორდული მაჩვენებელი იყო სტრომ ტერმონდი 1957 წელს 24 საათი და 18 წუთი, ოღონდ ეს სეგრეგაციონისტი იყო და ხოლო თეთრებისთვის კითხულობდა. ხოლო თეთრებისთვის კითხულობდა. მოკლედ კორი ბუკერი გამოვიდა, დაიწყო ტრამპის კრიტიკით. დანარჩენი დემოკრატები აქა-იქა კითხვებს აკვეხებდნენ და კომენტარებს, რომ გაეძლო ამ კაცს. და ისიც უნდა ვთქვათ, რომ როცა გამოდიხარ, დასვენების უფლება, დაჯდომის უფლება, გაჩერების უფლება არ გაქვს და მოკლედ საჭმლის და სითხეების მიღება შეუწყვიტე. რამდენიმე ხნით ადრეულ. და დაიწყო ორშაბათს გამოსვლა და დაასრულა სამშაბათს. მაგრამ ესე ვთქვათ, გააკრიტიკა ანუ ბევრ ასპექტში, ხომ ტრამპი. თუმცა გააკრიტიკა ასევე აი ამ ტარიფების კონტექსტშიც და მოდი ვაჩვენოთ რახან ტარიფებზე ვლაპარაკობთ მისი სინქრონიც ტარიფების შესახებ. უცნობ რომ ტრამპი დაგვრჩინის. რას უნდა ნიშნავდეს მისი განთავისუფლების დღე ადამიანებისთვის, რომლებსაც ვალი აქვთ, რომლებიც სამედიცინო სტუდენტური დავალიანებებით არიან შებოჭილი და არ შეუძლიათ გაძურებული სურსათის შეძენა. რას ნიშნავს განთავისუფლება? ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა შეშინებული და სულთქა შეკრული ელიან იმის გაგებას შეწყდება თუ არა სამედიცინო დახმარების პროგრამები, რომლებზეც დამოკიდებული არიან. რას უნდა ნიშნავდეს მისი განთავისუფლება ადამიანებისთვის, რომლებიც ახლა ფაქტობრივად ციხეში არიან და გაუჩინარდნენ ჩვენი ქუჩებიდან. რას ნიშნავს მისი განთავისუფლება იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ სახლების ყიდვა, მისი ტარიფების გამო და რომლებიც ოცნებობდნენ ახალ მანქანებზე, მაგრამ მისი ფასიც გაიზრდება. ხო, ძალიან ძიმე იქნება ჩემი აზრით ტრამპის პრეზიდენტობა აი მუშათა კლასისთვის. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამერიკული მუშათა კლასი რაღაც მომენტში შეძლებს და დაუპირისპირდება ამ სხვათა შორის მათმა ამ ტრეიდ უნიონების ესე ვთქვათ ლიდერმა გვარი არ მახსოვს იმ კაცის ხარი დაუჭირა ტარიფებს. ტარიფებს ესე ვთქვათ ალბათ მუშათა კლასიდანაც ბევრი უჭერს მხარს. ხო, ნუ ეს პროტექციონიზმისა კი მემარცხენე რაღაც მე უფრო მემარცხენე პოლიტიკა, მაგრამ ანუ მოკლედ ხო, ანუ სინამდვილეში მემარცხენეც არ ვიცი რამდენად არის. უფრო სოციალ-დემოკრატიული რაღაც. ალბათ ლიბერტარიანელების გადმოსახედიდან ცხადია მემარცხენე ჩაითვლება და კომუნიზმად ჩაითვლება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ანუ ტარიფი გადასახადია, მაგრამ ხო, არ ვიცი, ამ შემთხვევაში საბოლოო ჯამში ხო, რას ემსახურება და რისთვის ადგენს, ეგაა მნიშვნელოვანი და არა რაღაც და სხვადასხვა რესპუბლიკელებმაც გააკრიტიკეს ტრამპი. თლად ისეც არაა, რომ მარტო ესე ვთქვათ, დემოკრატები და ვიღაცა ექსპერტები აკრიტიკებენ. შენ მასკი ახსენე და ვთქვათ, მასკის გავრცელებულ ასე თუ პოლიტიკოს მიერ გავრცელებულ ჭორზე ასე ვთქვათ, მოსაზრებაზე. ჯერ ის ამბავი, რომ ესე შეიძლება დოჯი დაიხურება, ხო, დიდი ალბათობით დაიხურება, იმიტომ რომ მასკმა ალბათ ის თავის 280 მილიონი ამოიღო. ფაქტიურად კარტ ბლანში ქონდა მიცემული, რაც უნდოდა იმას აკეთებდა ამ თავის ნაყიდ ადგილზე, ესე ვთქვათ. და იქ ტრამპმა თქვა თუ არ ვცდები, რომ ამას მდივნები გადაიბარემენ და მოკლედ ეს პოლიტიკა გაგრძელდება, ოღონდ მასკი მიუბრუნდეს თავის საქმეს. და სხვათა შორის ტესლას გაყიდვები ევროპაში საგრძნობლად შემცირდა, მაგალითად საფრანგეთში 41%, შვედეთში 55% და მოკლედ თავისი ბიზნესის მიმართულებით საკმაოდ მძიმედ აქვს, ანუ მძიმედ რა, ახლა ისე კარგად აღარ მიდის, როგორც ადრე და სხვათა შორის ტესლას სხვა ხელმძღვანელებმა მოითხოვეს, რომ მასკმა დატოვოს ტესლას მმართველის პოზიცია. ტრამპის ციტატა მქონდა, რომ მგონია, რომ მას საკმაოდ დიდი კომპანია აქვს ამართავი და ჯობია რაღაც მომენტში დაუბრუნდეს თავის საქმეს. ხო, ნუ ზრდილობიანა უშვებს ისევ იქ სადაც იყო, მაგრამ მოკლედ მთავარ კონტრაქტორად ისევ მასკი რჩება ფედერალური, ესე ვთქვათ, გარიგებების და რაც უნდოდა ალბათ იმას მიაღწია, ხო? აი ამ ეფექტიანობაზეც რო იყო ლაპარაკი, როგორ შეიძლება მართლა ეს ბენზოხერხი რო უჭირავს და პირდაპირ ბარგალკა. ხო,
ბენზოხერხით რომ ჩამოჭრა ესე ხო ეს ფედერალური კადრები და სააგენტოები ანუ თუ ეფექტიანობა გაინტერესებს ელემენტარული ექსპერტიზა შეიძლება ჩაატარო USAID-ის დახურვაც ახლა რა კვირაში რო ხურავ ყველაფერს ეს ერთი ხელის მოსმით ანადგურებ რა ეგეც იმით აიხსნება რომ გინდა ხარჯების შემცირება რა იმიტომ რომ ისევ მასკი გადაარჩინო და ბეზოსი გადაარჩინო და ასე შემდეგ მაგრამ ერთი საინტერესო ფაქტი იყო უისკონსინის შტატში უზენაეს სასამართლოს არჩევნები ჩატარდა 21 მილიონი დაიხარჯა არჩევნებში რაც უპრეცედენტო არის, იმიტომ რომ უზენაეს სასამართლოს არჩევნები იყო ორ კანდიდატს შორის, ანუ ორი კანდიდატი ერკინებოდნენ ერთმანეთს. მოიგო დემოკრატმა კანდიდატმა სუზან კროუფორდმა და თქვა რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ოდესმე სამართლიანობისთვის ბრძოლაში სოფლიოს უმდიდრეს კაცს დაუპირისპირდებოდი ვისკონსინში. დღეს ვისკონსინელებმა მოიგერიეს უპრეცედენტო თავდასხმა ჩვენს დემოკრატიაზე, სამართლიან არჩევნებზე და ჩვენს უზენაეს სასამართლოზე. და რატო ახლა ხო? იმიტომ რომ რესპუბლიკელ კანდიდატს რა თქმა უნდა უჭერდა მასკი მხარს და მოკლედ ამ არჩევნებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამ რესპუბლიკელი მოსამართლის ამომრჩეველს 2 მილიონი მისცა და ამბობდა რომ ყოველ ახალ ამომრჩეველზე $20 მისცემდა თითოეულ მხარდამჭერს. საკმაოდ დიდ მარცხად აღიქვეს რესპუბლიკელებმა იმიტომ რომ ტრამპი ამბობდა, უბრალოდ მასკი ამბობდა, ჩვენ რეალური საფრთხის წინაშე ვართ, რომ არჩევნები დავკარგოთო და მოკლედ საკმაოდ დიდი ფული დაიხარჯა. ეგეც საბოლოო ჯამში იმაზე მეტყოლებს რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ, აი ძალაუფლების თელ კონსოლიდაციას თავის ხელში, ხო? უტევენ სასამართლოს, უტევენ კონგრესში ფაქტიურად ჯიბეში ყავთ და აი ამ ერთ მაგალითს ეჩანს, რომ არც ერთი ესე ვთქვათ ადგილის და შტატის დათმობას არ აპირებენ. ხო, აი ქართული ოცნება მაგაში. ქართული ოცნება მაგაში. შეუძლიათ ისწავლონ ამერიკელებმა ქართული ოცნებისგან. და ხო, ოღონდ თან JD Vance-მა დაამატა, რომ მასკის ბრძოლა უკონტროლო ბიუროკრატიასთან ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ის მრჩევლად თუ წავა, თუ გავაუქმებ ამ მთავრობის ეფექტიანობის სამსახურს, ფედერალურ მთავრობაში მაინც მრჩევლად დარჩება და გააგრძელებს ამ ანუ ესე იგი მასკი არის ის ვინც deep states დაამარცხებს თუ აქვს შანსი რომ დაამარცხოს. ხო, მაგრამ კალაჯის არ იყოს ტრამპმა ჯერ კიდევ ვერ დაამარცხა deep state-ი თავის თავრობაში. ხო, მაგიტომაც უშვებს მასკს რომ თვითონ deep state-ის სურვილების და მისწრაფებების გამტარი. მარინ ლე პენის ამბები იყო წინა კვირას ფრანგი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსია, რომელიც არის დიდი კონკურენტი, რომელსაც უნდა მიეღო მონაწილეობა 2027 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში. კარგი შანსებიც ჰქონდა. კარგი შანსებიც ჰქონდა და ანუ ჯერჯერობით აქ თუ არ დავამტკიცეს და თუ მოახერხეს 2026 წელს უნდა გადაიხედოს ეგ გადაწყვეტილება. მაგრამ სავარაუდოდ საარჩევნო კამპანიის ჩატარებას ვერ მოახერხებს და გარდა შეიძლება სამართლებრივი საფუძვლები დაძლიოს, მაგრამ ეს პოლიტიკური რყევები, რომელსაც მას მიეყენა ამ საქმიდან, შეუძლებელი იქნება ალბათ ამისი დაძლევა. ევროპარლამენტიდან მიღებულ დაფინანსებას ლე პენი არ იყენებდა სადეპუტატო საქმიანობისთვის ანუ მიზნობრივად არ იყენებდა და ახმარდა თავის პარტიას ნაციონალურ გაერთიანებას და შესაბამისად მიუსაჯეს 4 წელი, აქედან 2 პირობითი და 100,000 евро უნდა გადაიხადოს პირადად და პარტიამ უკან უნდა დააბრუნოს 4 მილიონი. რაღაც უგულავას და იმის რა ქვია, ნაცების ამბავია. მოკლედ 2027 წელს ხო ანუ გამოკითხვების მიხედვით საუკეთესო შანსები ჰქონდა იმის რომ გაემარჯვა ყოველ შემთხვევაში პირველ ტურში მაინც ესე ვთქვათ პირველ პოზიციაზე ყოფილიყო მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ რომ თვითონ ლე პენი იქამდე მოითხოვდა საჩელის გამკაცრებას ამ პოლიტიკური კორუფციის გამო და დღეს თვითონ იმის ხორბლი აღმოჩნდა რასაც იქამდე ითხოვდა. ის არ მინახავს თვითონ ლე პენი რას ამბობს, ანუ აღიარებს ამ დანაშაულს თუ თვითონ ლე პენი რასაც ამბობს, აი გაუშვათ ეგ სინქრონ. a sorti la bombe nucléaire et si il utilise une arme aussi puissante. Სისტემამ ატომური ბომბი მოქმედებაში მოიყვანა. და თუ ის ჩვენს წინააღმდეგ ამ სიძლიერის სიარახს იყენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არჩევნებში გამარჯვების შანსები გვაქვს. ყველაფერი, რასაც ცდილობენ, უშედეგოა, რის გამოც შესაძლოა სხვა გზებსაც მიმართონ. მათ სკანდალური მანევრით მოგპარეს არჩევნები.
ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას ფრანგებს საპრეზიდენტო არჩევნები მოსდაცონ. ჩვენ დავიცავთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ფრანგი ხალხის უფლებას. აირჩიონ თავიანთი მომავალი ლიდერი. ლეპენიც და მისი პარტიაც აკრიტიკებენ, რა თქმა უნდა, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას. ჟორდან ბარდელა მეორე პირი პარტიაში, რომელიც პრემიერ-მინისტრად მოიაზრებოდა, ხო და არ სარგებლობს, თქვათ, ისეთი სოციალური და პოლიტიკური კაპიტალით, როგორც ლეპენი, მაგრამ ალბათ ის იქნება ერთადერთი ალტერნატივა თუ ლეპენს მართლა არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება. და მოსამართლეთა ტირანიაზე საუბრობს ის, ლეპენი ამბობს, რომ როგორც სინქრონში იყო ატომური ბომბი ააფეთქეს მას და მათ და სხვაგვარად არ შეეძლოთ ჩვენი შეჩერებაო, ალბათ მსხვერპლადაც წარმოაჩენს თავს და მოკლედ მთელი კამპანია აიგება იმაზე, რომ როგორ დევნიან და იმ საქმისთვის ჯიან, რასაც ებრძოდა. ხო, ანუ თავისუფალ სიტყვას ებრძვიან, რაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე JD Vance რასაც ამბობდა, რომ ევროპისთვის პრობლემა არ არის არც რუსეთი, არც ჩინეთი, არამედ მისი შიდა პრობლემები, ანუ მათი deep state-ი, რომელიც ბიუროკრატია, რომელიც ესე ვთქვათ, თავისუფალ სიტყვას ახშობს ევროპაში. ტრამპმაც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მხარდამჭერი განცხადება. და ესა ორბანმაც შეისუის მერინო დაწერა Twitter-ზე. მარინ ლეპენის წინააღმდეგ კუდიანებზე ნადირობა ევროპელი მემარცხენეების მიერ სამართლეული სისტემის გამოყენების კიდევ ერთი მაგალითია. გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად და პოლიტიკური ოპონენტის ცენზურისთვის. ამჯერად იმდენად შორს წავიდნენ, რომ ეს ოპონენტი ციხეშიც კი ჩასვეს. მაგრამ აქ მეორე ამბავია, ხო, ანუ თუ JD Vance, ესე ვთქვათ, აკრიტიკებს ევროპას იმისთვის, რომ თავისუფალ სიტყვას თქვენ გრძალავთ და ახშობთ. სანახევროდ მართალია, ოღონდ პროპალესტინური, ესე ვთქვათ, აქტივისტები, ისინი, ვინც რაღაც ფაშისტურ პოლიტიკას აკრიტიკებენ, ხო, თქვათ, ისრაელის და მათ შორის ევროპისაც, ხო? ამერიკისა და ევროპის, ხო. ანტისაიმიგრაციო პოლიტიკას და ასე შემდეგ, მათი ხმა მართლა იხშობა, რაც შეეხება ლეპენს და დანარჩენ ულტრამემარჯვენეებს. AfD და ასე. იმის იქითაც ქონიათ გზა, მე თუ მკითხავ, მაგრამ მოდი ამ შემთხვევაში ვენდოთ ფრანგულ მართლმსაჯულებას და ხო, არ მგონია ეხლა რომ მოგონილი ბრალდებებით ჩასვან ციხეში. ხო, რაც ალბათ უფრო მეტად შემოუტრიალდებოდა ფრანგულ ისტაბლიშმენტს. 2026 წელს უკვე შეიძლება მას გაასაჩივროს. ზედა ინსტანციაში. გაასაჩივროს და ნახოთ. თუმცა ანუ 2026-დან 2027 წლამდე საკმაოდ ცოტა დროა იმისთვის რომ მოემზადო. თუ ანუ თლად ციხეში არ გაუშვებენ და ლაპარაკია იმაზე რომ 2 წელი პირობით და 2 წელი ალბათ რაღაც 3 ჯურს გაუკეთებენ, კი? არ ვიცი ალბათ რაღაც არხებით მოახერხებს თქვა, ხო, პოლიტიკური განცხადების გაკეთებას, ხო, ნუ ნახოთ ყოველთვის გამოჩნდება. ხო, და საიმიგრაციო პოლიტიკა ახსენე და მნიშვნელოვანია რა ხდება გერმანიაში. თავდაპირველად ალბათ 1-2 სიტყვა უნდა ვახსენოთ ამერიკაში მიმდინარე ამბებზე რა ხდება ამ კუთხით და აშშ-ის ხელისუფლებამ გააუქმა 300-ზე მეტი სტუდენტური ვიზა პროპალესტინური აქტივისტში ჩართული სტუდენტებისთვის და მარკო რუბიომაც დაადასტურა ეს ციფრები და პროპალესტინურ აქციაში მონაწილეებს უწოდა გიჟები, ლუნათიკს უწოდა და ამ გზას მიყვება, ასე ვთქვათ, გერმანიაში ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ფრიდრიხ მერცის ხელმძღვანელობით, რომელიც აპირებს 4 უცხოელი სტუდენტის დეპორტაციას პროპალესტინურ აქციებში მონაწილეობის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებს არ აქვთ ნასამართლეობა და ასე შემდეგ, ისინი მათი დეპორტაცია მაინც განიხილება და ისეთი დანაშაულებებისთვის, ასე ვთქვათ, როგორიცაა მჯდომარი აქცია ბერლინის ცენტრალურ რკინიგზის სადგურზე, გზის ბლოკადა, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის შენობის ოკუპაცია და ყველაფერი ეს დაკავშირებული არის პროპალესტინურ აქციებში მონაწილეობასთან. ამ 4-ვე სტუდენტს ჰქონდა გერმანიაში ყოფნის კანონიერი უფლება, 3 არის ევროკავშირის მოქალაქე, 1 არის აშშ-დან და
ბევრი ექსპერტის აზრით ეს არაპროპორციული მოქმედება, ასე ვთქვა და დაუსაბუთებელია მთლიანად პოლიტიკური აზროვნების და პოლიტიკური შეხედულებების გამო აგდებენ ამ ადამიანებს გერმანიიდან და პარალელურად გერმანიის მმართველ პარტიაში ამუშავებენ კანონს, რომელიც გერმანიის მოქალაქეობას ეგრეთ წოდებულ პოლიტიკურ გამოცდად აქცევს Deutsche Welle-ის მიერ ნანახ კანონ პროექტში, მოძიებულ კანონ პროექტში ის საშუალებას მისცემს სახელმწიფოს გააუქმოს ორმაგი მოქალაქეების პასპორტები, რომლებიც ბრალდებულნი არიან ტერორიზმის ხარდაჭერაში, ანტისემიტიზმში ან ექსტრემიზმში. და ოღონდ კაფეოდ არ არის განსაზღვრული თუ რა არის რა ტერმინებია და რითი განისაზღვრება ეს ტერმინი. ანტისემიტი შეიძლება იყოს ნებისმიერი ისრაელის კრიტიკოსი, ხო, ექსტრემისტი ყველა ვინც თქვა ლიბერალურ წესრიგს საფრთხეს უქმნის. ტერორის ხარდამჭერი, არ ვიცი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული რაღაც ცოტა ისეთი რადიკალური განცხადების გამო და რედის პლატფორმა წერდა, რომ ისტორიული პარალელები აშკარაა, მესამე რაიხის დროსაც მოქალაქეობას ასე იღებდნენ არასაკმარისად გერმანულად მიჩნეული პირებისგან. ანუ მოქალაქეობას ასე ართმევდნენ არასაკმარისად გერმანულად მიჩნეულ პირებს. ახალი წესი ფორმალურად მხოლოდ ორმაგ მოქალაქეებს ეხება, მაგრამ მისი ლოგიკა ნათელია. სახელმწიფო განსაზღვრავს, ვის აქვს უფლება საკუთარ თავს ნამდვილი გერმანელი უწოდოს. ხო, მოკლედ ძალიან მძიმე ვითარება. თითქმის AfD, რასაც ლაპარაკობდა, იგივე განსხეულება, ოდნავ თლად იმას ვერ აკეთებენ, მაგრამ დაახლოებით. ანუ ეს ფაშისტური ბაცილა მეტნაკლებად ყველგან არის გავრცელებული. და ჩემთვის ეს არის რაღაც წითელი ხაზი და აი ამ თელ ფილისტინობას და ესე ვთქვათ ამ ფარისეულობას, რასაც თანამედროვე, არ ვიცი, ევროკავშირი გამოხატავს, აი ამაში ჩანს ყველაზე მეტად, ხო? ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებზე აღარ ვლაპარაკობთ, უკვე გასაგებია, უბრალოდ ევროკავშირი არანაკლებს აკეთებს, თუ პირდაპირ არაფინანსებს ისრაელს, ყოველ შემთხვევაში იდენტურად დამნაშავე არის იმაში დღეს რაც ხდება და ეს არის სამარცხვინო და საზიზღარი. ხო, თან იმის გათვალისწინებით, რომ თუ უკრაინას თანაუგრძნობს და თუ უკრაინა მისთვის ნიშნულობს, მხოლოდ იმიტომ თანაუგრძნობს, რომ ახლოს არის და შეიძლება მასაც შეეხოს რუსეთი, მეტი არაფერი мотиваცია თუ არა აქვს, მაშინ ანუ გარებიანი ყოფილა მათი ქმედება და ანუ სხვა ბავშვების და სხვა ქალების და სხვა ჟურნალისტების და მშვიდობიანი მოქალაქეების კვლევა მათთვის ანუ ამის დაფინანსება და ამის გაპრავება და ამის რაღაც ამაზე არ საუბარი რაღაცა ისა რა ქვია ოკეია. კი არა და ოკეია უკვე შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ ეს დეპორტაცია და ადამიანების გაგდება თან იმის გათვალისწინებით, რომ ეს ადამიანები მხოლოდ რაღაც საკუთარ აზრს და საკუთარ პროტესტს აფიქსირებდნენ, უკვე რაღაცა გაცხადდა. ეს გერმანია ძალიან მოწინავეა მოკლედ ამ ამბავში. ანუ აი გასაგებია ხო ეს წარსული და კომპლექსები და ეს ისტორიული მომენტი, მაგრამ უბრალოდ მართლა სამარცხვინოა რა. შენ ლაპარაკობ იმაზე, რომ მშვიდობა გინდა, ხო, ანუ მშვიდობას ვერ მიაღწევ იმით, რომ არ ვიცი, თუნდაც შენგან ძალიან შორს გენოციდია და მშვიდობა ან არსებობს მთელი მსოფლიოსთვის, ან არავისთვის არ არსებობს. ხო, არ ვიცი, კეთილდღეობა არსებობს ამ მთელი მსოფლიოსთვის, ან არავისთვის არ არსებობს, იმიტომ რომ ერთი მხრივ შენ გინდა მწვანე პოლიტიკა აწარმოო ევროკავშირში და იქ ინდოეთი და ჩინეთი უნდა გაჩანაგდეს. მათივე მთავრობების მხარდაჭერითაც, მაგრამ თქვათ იქაური ბუნება უნდა განადგურდეს და საარსებო გარემო, იმიტომ რომ მე შენ წამლები მიიღო, ხო, ევროკავშირში უფრო იაფად. ანუ ესეთი თავის დაყრუება და დაბრმავება იგივე პოლიტიკის გაგრძელება ესეც. ტრამპის მეორე მთავარი დაპირება, რომ პალესტინაში, ღაზის სექტორში ომს თუ არ ვიცი, გენოციდს დაასრულებდა, ეგეც ვერ შესრულდა და ეგ არ შესრულდა ალბათ. ხო, ეგ არ შესრულდა და ერთი მხრივ განახლდა დაბომბვები ღაზის სექტორში და ეს კიდევ უფრო რაღაცა ინტენსიურად
2023 და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტატისტიკაა ის, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან ისრაელმა ღაზაში სულ მცირე 209 ჟურნალისტი მოკლა და ეს ყველაზე მეტად საშიში რეგიონია ჟურნალისტებისთვის და UNICEF-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ დღეში დაახლოებით 100 ბავშვი იღუპება და სახით ჩრდება ღაზის სექტორში. და იმაზე აღარაფერს აღარ ვამბობთ, რომ ჰუმანიტარული დახმარება და ნებისმიერი ტიპის დახმარება ძალიან რთულად შედის ამ რეგიონში. და მაგალითად რამდენიმე დღის წინ ღაზის სექტორში ყველა თონე დაიხურა ფქვილისა და დიზელის კრიტიკული დეფიციტის გამო. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ისრაელის გააქტიურება დასავლეთ სანაპიროზე, იმიტომ რომ ისრაელ კაცი ჩავიდა თავდაცვის მინისტრი ჩავიდა დასავლეთ სანაპიროზე და 28 ახალი დასახლების გეგმა დასახა და 2025 წლის პირველ 3 თვეში ისრაელმა დაამტკიცა რეკორდული რაოდენობის სამშენებლო გეგმები ამ დასახლებებში, უკანონო დასახლებებში, რაც აღემატება 2024 წლის განმავლობაში დამტკიცებულ მთლიან რაოდენობას და თავის მხრივ კიდევ ახალი კედლის აშენება დაანონსა ბენიამინ ნათანიაჰუმ პალესტინის გასწვრივ, რაც პალესტინას კიდევ 3 ნაწილად გაყოფს. მოკლედ დიდი დაპირებები აქვს ბიბი ნათანიაჰუს, როგორც მას ეძახიან. საბოლოოდ მისი მიზანია, რომ ღაზის სექტორის 25%-ის ოკუპაცია და კონტროლი მოხდეს. და ასე ვთქვათ, ჩვენ დავდეთ ინფორმაცია, რომ ნათანიაჰუ ჩავიდა უნგრეთში და ამ დღესვე უნგრეთმა დაანონსა, ასე ვთქვათ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დატოვების სურვილი. ჩვენ ვიცით, რომ სურვილი თუ უკვე გადაწყვეტილება პრინციპში, იმიტომ რომ სასამართლოს გაცემული აქვს ორდერი ბენიამინ ნათანიაჰუს დაჭერაზე. სხვადასხვა დროს სასამართლოს გაცემული აქვს ორდერი, მაგალითად ვლადიმერ პუტინის და სხვა მაღალჩინოსნების დაჭერაზე, მათ შორის არის ნათანიაჰუს და შესაბამისად, ასე ვთქვათ, უნგრეთი არ ემორჩილება ამ გადაწყვეტილებას და ტოვებს საერთაშორისო სასამართლოს. ეს დეპორტაციის გეგმა, რომელიც ტრამპმა დაანონსა, ხორცს შესხმულია ნათანიაჰუს მიერ და ეს ადამიანები სხვათა შორის ის ინფორმაციას გავრცელდა, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან აწარმოებს მოლაპარაკებას ისრაელი ვის შეუძლია რომ მიიღოს ეს ამდენი ადამიანი, ვისაც ასე მიერეკებიან საზღვრებისკენ, მოკლედ. ანუ ეს რაღაც ტრამპ ღაზას ვიდეო შეიძლება აახდინონ. კიდევ ბევრი საკითხი დაგვრჩა. მაგრამ შემდეგი კვირისთვის შეგვიძლია თუ რამე. ხო, ან მოგჩა მერე. ხო, ვილაპარაკოთ. გავიხსენოთ. თქვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ და დაგვაშიარეთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და თუ რაიმე შენიშვნა და ასე ვთქვათ, რჩევა გექნებათ, დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებთ, იმიტომ რომ თქვენი უკავშირი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დროებით. მადლობა და დროებით.